გაისალამი ყველას, დილამშვიდობისა. ესეთ ლამას ადგილას ვარ მდინარეზე, გადმოვედი სათევზაოდ. დღეს ვაპირებ ითევზაო მორმიშკით, მორმო კომპლექტით, ადგილობრივ თევზე. ძირითადი გათვლა მექნება შამაიაზე. მდინარეს არ დავასახელებ გარკვეული მიზეზების გამო, ვინც მიხვდება, ვერ მიხვდა, მე მაპატიეთ. ვიცი აქ შამაია არის და ვნახოთ როგორი დღე გავამივა. დავიწყებ ესეთი მორმიშკით, გაჩვენებთ. ეს არის წონა მაქვს სადღაცა 0.20 გრამი. ანუ ძალიან ყველაზე მსუბუქი. დაჟე მე მგონი 0.15. როცა ესე გამოიყურება წითელი სილიკონის მატლი და დავიწყოთ როგორი დღე გავამივა. წარმატება ყველა პატიოსან მეთევზეს, არა ბრაკონიერებს. შევხედოთ, აბა შეუბეროთ. აი აქ პატარა წყალი დგას. ახლოსშივე გადავაგდოთ. დავსვით. რა კაი ზომის შამაი. ნელა გაჩერდი. ბიჭო ქაშახს გავსი მე. აი შამაია. რა მაგარი ზომა. სილიკონი მუშაობს. მომეცი. შამაიას შევაგროვებ. ცოტას სახში წავიყვან და გემრიელად მივიდრე. ჯერ აქ დავაგდებ. მე მივხედოთ. რა კაი ზომის შამაია, რას ლაპარაკობ. გავასწოროთ სილიკონი. აბა ნახოთ თუ კიდე იდგნება რამე. შვენიერი ზომის შამაია, მე მინდა გითხრათ. აბა კიდე. დამირთყა. ურტყავს, შამაია დგას. შამაია დგას, მეგობრებო. მე რა თქმა უნდა ერთ ადგილზე არ გავჩერდები. ვივლი და შევხედავ სიტუაციას. რატომღაც გამეთიშა კამერა, არ ვიცი რატო. აი კიდე ორი ცალი დავსვი. რა კაი ზომის შამაიებია. აი შამაია. ნახეთ. შვენიერი. კაი ზომის შამაიებია. გავაგრძელოთ. ულამაზესი ბუნება. ულამაზესი, შეხედეთ სად ვარ. ძალიან ლამაზი ადგილია, ძალიან მიყვარს. წყალი ვერ ვიტყვი რომ კამკამაა, ცოტა შეფერილია, მაგრამ არა უშავს. სამი შამაია უკვე დავსვი. გავაგზელოთ. მორმო მაინც მუშაობს რა. რაც არ უნდა იყოს. ახლა ესე ვივლით, ჩავალ, ნახავ პერსპექტიულ ადგილებს, სადაც ცოტა გაჩერებული წყალია და მან ჩაუშვებ ჩვენ სატყუარს. მან თუ იქნება თევზი, გამორიცხულია რომ ვერ დავიჭიროთ. პატარა შამაია.
სილიკონი შემიჭამა. საღო. სუპერ. ეს არის შამაია. ეს რისთვისაც მოვედი. სამოვეცოთ. სუპერ შამაია. თან შვენიერი ზომისა, მაინც არ გამექცე ახლა შენ. ესეთი სილიკონი დავაყენე ყვითელი. თუ ყვითელში. დავუღოთ სურათი. ახლა მინდა დავუყენო სილიკონი, რითაც ყოველთვის მიყვარს თევზაობა. ეს ჩვენი stretch სილიკონი, რომელიც ესე იწელება და არ ფუჭდება. და ნემსიკავზე დიდხანს ჩერდება. აბა ნახოთ მომიტანს შედეგს. ესე, ოკეი. რამდენი მზიდველად გამოიყურება. შევხედოთ. დამჭდა. ეგრევე დამჭდა. ესეც რო კაი ზომაა. აი თევზაობა. ბიჭო რა მხელა შამაია ამისთვის. ნენა. აუ, გამიწვიდა. შენი გამიწვიდა სადარა მაგ ჩოგამბადე. თავის ყველაფრიანად წაიღო. ვახ, რა კაი ზომა იყო. ჩოგამბადე მინდა. ჩოგამბადე დამჭა მანქანაში. არ ვიცოდი თუ ეგეთი ზომები იქნებოდა. ჩემი რა ბრალია. გამიწვიდა. ვა, კაი. ახალი დავუყენოთ. მედია კიდე იდგმევა, ან შამაია. გავიმეოროთ. ვა, რა კაი ზომის გამექცა. რა ვქნა ჩოგამბადე წამოვიღო, შორს კი არა ვარ მანქანისგან. მაგრამ მაგრად მეზარება. დავდექი რა. რა შევხედოთ თუ არის კიდე რამე. აქვე ჩავავდოთ. ეს რა კაი ზომა იყო. კარი ზომის შამაია გამექცა. ესეც რა კაი ზომა, რას ლაპარ. როგორც კალმახი, ისე დარბის. აი ზომა შამაია. აი ზომის შამაია. ამ სილიკონზე რომელიც მუშაობს. აი შამაია. წავიდა შემნახვალ ბადეში. ესეთი სილიკონი 0.20 გრამი. აუ რა უტყავს ნახე რას უშვება ჩემ ორმიშკას. ეს არის პატარა შამაია, ვერ კიდებს წესივრად პირს. როცა წვერს რას უშვება. ნახე წვერს რას უშვება. ეს არის პატარა, დიდი შამაია რო იყოს ეგრევე დაждდებოდა. ეს არის ოხერი პატარა შამაია. ეს პაწუკები არ გვინდა. სანდამდენ ყლაპავს. მიკრო შამაია არ გვაინტერესებს.
წავიდა. ეს რა არის? ეს შამაი არ არის. ეს ქაშაპს გავს უფრო. Super ქაშაპს გავს. აქ უკვე შედარებით თხელი წყალი არ არის უკვე. ისეთი ადგილები რომ გაუტარო მორმიშკა. ვეძებ რა. გაჩერებულ წყალს ვეძებ. ეს რა არის? ნუ პრინციპში რა, შამაია რა. უმცრო ზომის. გავუშვათ. პატარა სად არის დიდები გაქვს რა? დიდები გვინდა. საპირისპიროდ მივდივარ. ისე მარტივი არ არის როგორც დინებას მივყვებოდი. ვამთავრებ რა, ანუ მანქანისკენ მივდივარ. საქმე გამიჩნდა როგორც ყოველთვის. არ ვაპირებ დიდი ხანს გაჩერებას. მოკლედ დილით ვიჭირე ორმიშკაზე. ეხლა გზად კიდე ჩავაგდებ, რამოდენიმეჯერ ვნახავ თუ რამეს დავიჭერ. მაგრად დაცხა. და შევხედოთ რა. ნუ მდინარე შეფერილია რა, არ არის იდეალურად სუფთა. დღეს არის 8 აგვისტო. იმედია კიდე გაიწმინდება, არ ვიცი აქ მოვხდები თუ არა. შევხედოთ. ესეც ასე დავამთავრე დღევანდელი თევზაობა. ძალიან მაგარ ადგილას ვიყავი, ულამაზესი ბუნება, ულამაზესი გარემო. იდეალური ამინდი. თითქმის იდეალური წყალი, კი იყო ცოტა შეფერილი, მაგრამ არა უშავს. ეხლა გაიწმინდა სხვათა შორის. მე დღით ძალიან ყვაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი წავალ აქედან და მთელი დღე მექნება დადებითი მომენტებით სავსე. თევზაობა შედგა, არ მეგონა რომ დღეს რამეს დავიჭერდი, აი ბრმად მოვდიოდით. რადგან ნუ წვიმები იყო, წყალი ყველგან თითქმის შეფერილია. ნუ დღეს არა უშავ რა. ვითევზავე, აი გული გავიხარე რა, მინდოდა ძალიან მარმიშკით მეთევზავა შამაიაზე და გამოვიდა. ვითევზავე, დავიჭირე კიდევაც. კი, უფრო უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა, უბრალოდ ადრე დავამთავრე, ახლა 10 არის დაწყებული და უნდა დავბრუნდე სახლში, საქმეები მაქვს. წესით კიდევ უფრო დავიჭერდი, რომ დავჩენილიყავი, მაგრამ არა უშავს. ვიმედოვნებ, რომ მექნება კიდე დრო გამოვიდე ამ უმამაზეს ბუნებაში და კიდე მექნება შანსი ვითევზავე. ესეთი დღე გამოვიდა. გავუფრთხილდით ერთმანეთს, გავუფრთხილდით აი ამ ლამაზ ბუნებას, პირველ რიგში არ დაანაგვიანოთ და მეორე რიგში არ იბრაკონიეროთ. ითევზავეთ პატიოსნურად. პატიოსნურად მოპოვებული თევზი შეგიძლიათ წაიყვანოთ სახლში რაღაც გარკვეული რაოდენობა. განარჩენი ბუნებასაც დაუტოვოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არა გაქვს ჯერ გამოწერილი, ბევრი საინტერესო ვიდეო გველით და რავი, დარჩით ჩემთან ერთად. აბა დროებით.